ჩართულია ხო? მოგესალმებით. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იხილება დღეს და ეს შეეხება ნაფიც საჯულებს. ეს არ არის თემა, რომელიც საქართველოში მზადდებოდა რაღაც ერთი თვის ან ერთი კვირის მანძილზე და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მეც ვიღებდი მონაწილეობას, აქ არის დათო საყვაველიძე, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროექტში ჩართული, რომ მაქსიმალურად მზად ყოფილიყო ყველაფერი ნაფიც საჯულებთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო. მე მინდა ვიკითხოთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა გამოკითხვებში ყოველთვის ამბობდა, რომ ხას უჭერდა ნაფიც საჯულთა სასამართლოს. და რატო? იმიტომ რომ ეს არის კონკრეტულად მექანიზმი, რითიც შეიძლება გაკონტროლდეს პროკურატურის უკანონო ქმედება. ეს არის მექანიზმი, რითიც შეიძლება იყოს დაცული სამართლიანი სასამართლო. ეს არის მექანიზმი, რითიც ფაქტობრივად ხელისუფლებას აღარ აქვს შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტულ მოსამართლეზე. აი ამაზე წავედით ჩვენ და სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველი პროცესები გაიმართა სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. მე შეგახსენებთ, პირველი პროცესი ეს იყო მაგალითად წრიპას მიერ მითითებით ეგრეთ წოდებული მაყურებლების მიერ ციხის საკაში მოკლული ახალგაზრდის საკითხი, საქმე, რომელიც ნაფიც საჯულებს გადაეცა და ნაფიცმა საჯულებმა ის ადამიანი გაამტყუნეს. იცით რატომ? იმიტომ რომ პროკურატურა მომზადებული მივიდა საქმეზე და არა ისე მოუმზადებელი, როგორც თქვენ მიდიხართ დღეს საქმეებზე. იქ იყო პროფესიონალი პროკურორები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საქმეში და ნაფიცმა საჯულებმა გამოიტანეს სწორი ვერდიქტი ამ შემთხვევაში. და დღეს როცა განმარტებით ბარათში ჩვენ ვკითხულობთ, რომ თურმე თქვენ არაკვალიფიციურად მიიჩნევთ ნაფიცი საჯულების გადაწყვეტილებას, მეგობრებო, ეს არის სამარცხვინო. არაკვალიფიციური არის პროკურატურა, რომელმაც ვერ შეძლო იმ ბრალის დამტკიცება, რომელიც უნდა დაემტკიცება და ეხლა თქვენ თვლით, რომ თურმე ამიტომ არაკვალიფიციურია გადაწყვეტილება, რომელიც ნაფიცმა საჯულებმა მიიღეს. ყველაზე მნიშვნელობა აქ იყო მეორე საქმეც, მაგალითად იგივე მინასიანების ოჯახის მკვლელობის საქმე, შემზარავი მკვლელობის, რომელიც გაიხსნა იმ პერიოდში, ესეც ნაფიცმა საჯულებმა გადაწყვიტეს და გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, იყო მომზადებული პროკურატურა, რომელიც წარდგა მასაჯულების წინაშე და ნაფიცმა საჯულებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. თქვენ დღეს განმარტებით ბარათში საუბრობთ, რომ სისტემა არ არის მზად ნაფიცი საჯულებისთვის. უკაცრავად, მაგრამ 2 წლის მანძილზე რას აკეთებთ? ვერ მოემზადეთ ამ პროცესისთვის? მით უმეტეს, რომ ეს გეგმა ზოგმიერად ხორციელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ემზადებოდა. დღეს ამბობთ, რომ სასამართლო არ არის მზად. მე არც ერთი განცხადება სასამართლოს მხრიდან მზადყოფნის არარსებობის შესახებ არ მომისმენია. მაგრამ რა თქმა უნდა, ბადაშვილი ფარცხალაძის პროკურატურა ვერ იქნება მზად. იმიტომ რომ არაკვალიფიციური ადამიანებით გატენეთ თავიდან ბოლომდე პროკურატურა და ეხლა გეშინიათ, რომ ვერც ერთ ბრალს ვერ დაამტკიცებთ. იცით რატო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად დღეს საქმეები, რომელიც მიაქვს პროკურატურას სასამართლოში, არის თითიდან გამოწვეული საქმეები და თქვენ გეშინიათ, რომ თქვენს მიერ უმართავ სისტემა მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვერ მოახდენთ ვერც პოლიტიკურ დევნას და ვერც ბიზნესების შევიწროებას ხვალდაზე საქართველოში. იმიტომ რომ ეს მექანიზმი არის სწორედ საზოგადოების კონტროლის მექანიზმი სასამართლოსთან დაკავშირებით და ეს მექანიზმი სწორედ ჩვენს მიერ იქნა მიღებული, იმიტომ რომ ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კრიტიკა, რომელიც იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, იყო სწორედ ამაზე, კრიტიკა, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო უზრუნველყოფილი. მაშინდელმა ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება, წავიდა ძალიან დიდ რისკზე, მოდი ღია ვთქვათ, რომ დაწყებულიყო ნაფიც საჯულთა სასამართლო და შემოსულიყო ეს ინსტიტუტი საქართველოში. მაგრამ თქვენი ხელისუფლება ამ ყველაფერზე ამბობს უარს. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ გააგრძელოთ ზეწოლას წნეხის მოსამართლეებზე და ის შეთითხნილი საქმეები, რომლებიც რაიონ და რაიონში დაატარებთ, ყოველგვარი განჯადობის უგულებელყოფის და ყოველგვარი საპროცესო კანონმდებლობის უგულებელყოფით. აი ამას აღარ ექნება ადგილი. აი ამას ვეღარ შეძლებთ და ამიტომ გეშინიათ ამ ყველაფრის მიღება. და როცა არის საუბარი რომ სტრასბურგის სასამართლოს ნეგატიური დასკვნა, ეს ტყუილია. იქ არაფერი მსგავსი არ წერია, რომ ნაფიცი საჯულთა სასამართლო დაანგრევს თურმე საქართველოს სასამართლო სისტემას. ესეთი რამე იქ ვერ ამოიკითხავთ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად ამით თქვენ ამბობთ უარს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობაზე სისხლის სამართლის პროცესში და თქვენ ამბობთ, რომ გინდათ პროკურორების მიერ მართული სასამართლო,
თქვენს მიერ მართული სასამართლო და არაერთი საქმე ვნახეთ აი ამ კუთხით და ამ მიმართულებით გადაწყვეტილი. მეგობრებო, მოგიწოდეთ, არ დაუჭიროთ ხარი ამ კანონ პროექტს, არ დაუჭიროთ ხარი გადავადებას, იმიტომ რომ ეს იქნება მართლაც ისტორიული შეცდომა, ისტორიული გადაწყვეტილება, რომელზეც წავიდა წინა ხელისუფლება რისკიან გადაწყვეტილებაზე, აი ამ გადაწყვეტილებაზე თქვენ ამბობთ დუარს, იმიტომ რომ თქვენი არაკვალიფიცირებული